Kiwi Tsikaridze. Ketevan Chochinidze. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობასუბელიანმა საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში 15 ოჯახს გადასცა. გორში ყოფილი სანტექმონტაჟის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს მინისტრმა საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერები პირადად მიუტანა. სანტექმონტაჟის შენობაში 1991 წლიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. შენობას რეაბილიტაცია 2010 წელს ჩაუტარდა. კოლექტიურ ცენტრში მდებარე გარემონტებული ფართები იმ დევნილებსაც გადაეცათ, რომლებიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობდნენ. ეხა ჩამოუტანე საკუთრების მოწმობები, ეს არის მათი საკუთრება უკვე. უბრალოდ უნდა გენახათ მანამდე აქ რა პირობები იყო, სანამ ამას გავარემონტებდით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. დღეს არიან მშრალად, არაწვიმთ, არათო და რაც თავარია, ეს არის მათი საკუთრება და აფხაზეთიდანაც არიან აქ და სამოჩაბლოდანაც და აფხაზეთში და სამოჩაბლოში დაბრუნებამდე მშრალ, სუფთა, ღირსეულ პირობებში ცხოვრობენ და დაბრუნების შემთხვევაშიც ეს მათი საკუთრება იქნება. იძულებით გადაადგილებული პირები სუბელიანის უწყების ინიციატივით კმაყოფილები არიან. ისინი იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც ავარიულ შენობაში რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება. დღეს ჩვენმა მინისტრმა ბატონმა კობასუბელიანმა კერძო საკუთრებაში გადმოგცა ჩვენი საცხოვრებელი ადგილები, ჯერჯერობით რომელიც იყო ჩვენთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი. ეხლა ჩვენ გვაქვს უკვე ამისი როგორც იპოთეკით დატვირთვის უფლება, გაყიდვის, ყიდვის, გაქირავების, დაგირავების და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა კერძო საკუთრებაა და ჩვენია. ამბავია ჩვენი ოჯახისთვის. ასეთან ბავშვი მოხდი ვიდომდო იო სადაც ცხოვრობდი, გვაწვიმდა და გათოვდა და კაცეშვილი არ იყო პატრონი. პატრონით არის და ყველაფერი არის. ახლა უკეთესად ცხოვრობდა, უკეთესად თავს. ყოფილ სანტექმონტაჟის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს მცირე ბიზნესიც დაუფინანსდა. გაკეთდა ავტოშეკეთების სალონი და მინი სამკერვალო, სადაც დევნილები დასაქმდნენ. ძირითადად გადაკეთებებზე ვმუშაობ, როგორც უკვე გითხარით. შემოსავალი ძალიან მცირეა, მაგრამ რა შედარება იმასთან შედარებით, საერთოდ რო არ გქონდა შემოსავალი, რაღაცით მაინც ვარ დასაქმებული. ობიექტს რეაბილიტაცია World Vision საქართველოს მიერ გაეროს დაფინანსებით 2010 წელს ჩაუტარდა. მსგავსი პროექტი ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა სამინისტროს ინიციატივით სხვა ქალაქებშიც განხორციელდა. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების ეტაპი გრძელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება.